გამარჯობა თანამებრძოლებო. დაისიც, მერაბ დუალეშვილმა შეძლო და დაიცვა მისი ქამარი უმარ ნურმეგომედოვის წინააღმდეგ. როგორც გახსოვთ, უამრავ ადამიანს შეჰქონდა მასში ეჭვი. სხვებზე რო არაფერი ვთქვათ, ჩვენს ქართველებსაც კი რთულად გვჯეროდა, რომ მერაბი უმარს დაამარცხებდა. თუმცა წარსულზე აღარ ვისაუბროთ. სამწუხაროდ წინა ვიდეო, სადაც ბრძოლის ანალიზი გავაკეთე, YouTube-მა დამებლოკა. აი მონაკვეთი წინა ვიდეოდან. ამიტომ ჩემი აზრით ეს ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა. პირველი ორი რაუნდი დაძაბული იქნება. და უმარი გამოიყენებს როგორც მის დგომს, ასევე პარტერს, მაგრამ მესამე რაუნდიდან მერაბი მის პრესინგს ჩართავს და ფინალურ რაუნდებს წამოიღებს. ამ მომენტში თუ გინდათ რომ გვერდში დაუდგეთ არხს, უბრალოდ გამოიწერეთ იგი. მე უსასრულოდ მადლობელი დაგრჩებით. ახლა კი მოგიყვებით თუ რა გამოხმაურება მოყვა მერაბის ამ ჩხუბს, MMA-ს და ზოგადად სპორტის გულშემატკივრებში. დავიწყოთ. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა უმარს, როცა იძახდა რომ მერაბს მისი ეშინია და ის ბრძოლიდან ჩაიხსნებაო. ასევე როგორ ამბობდა ინტერვიუებში თუ ვერ ხედავდა როგორ შეეძლო მერაბს მისი დამარცხება და რომ ეს მერაბის ბოლო ფოტო იყო ქამართან. თუმცა როგორც კი მან ბრძოლა წააგო, დაიწყო თავის გამართლებები. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში მან მის ტრავმაზე და გაყალბებულ წაგებაზე ისაუბრა და თქვა: "ფიქრობ პირველი სამი რაუნდი მოვიგე. ბოლო ორი კი ახლოს იყო და არ მგონია რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი ხელი მოვიტეხე და ამ ჩხუბზე გავლენა იქონია. მადლობა ღმერთს. ამ ორთა ბრძოლის ვიდეოს უნდა უყურო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია არ წამიგია. საჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გაუკვირვები ვარ. ვიცოდი რომ რთული მეტოქი იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე." უმარმა მალევე ინსტაგრამზე სურათი ცდადო, სადაც მისი გასიებული ხელი ჩანს. და მაინც არავის დაუდასტურებია რომ ხელი მოტეხილია. რა თქმა უნდა, ამას არც გამოვრიცხავ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერაბის ყველა ოპონენტმა რაღაც ტრავმა მოიმიზესა. თუმცა ბრძოლის შემდეგ მერაბმა ამ მითქმა მოთქმას იდეალური პასუხი გასცა და თქვა: "მან ხელი მოიტეხა და გამოიცანეთ ვინ მოტეხა." მერაბ დუალეშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის შემდეგ მერაბის პერფორმანსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბი გამარჯვება იმაზე მარტივად მოიპოვა, ვიდრე ამას მისი გუნდი ელოდა. ველოდი თუ არა ასეთ გამარჯვებას? საერთოდ არაფერი გამუკვირვებია. მერაბმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ველოდი რომ გააკეთებდა. შესაძლოა მან პირველ რაუნდში უმარს ხელიც მოტეხა, ან შეიძლება არა, ვინ იცის რა მოხდა. არ მგონია რომ მოტეხილი ხელი კარდიოზე გავლენას ახდენს. ხელი და ფილტვები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბზე გავლენა მოახდინა. ეს ახლა არავის აინტერესებს. ეს ჩხუბია და ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. ერთადერთი რასაც ვიტყოდი ისაა, რომ მერაბმა იმაზე მარტივად მოიგო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ეს ნამდვილად არ არის უპატივცემულობა. უბრალოდ მინდა ხალხმა ახლა მაინც გაიგოს, რამდენად მაგარი მებრძოლია მერაბი. არ დაგავიწყეთ, მერაბმა ამ ბრძოლამდე უმძიმესი ტრავმა მიიღო. როდესაც ფეხი დაიზიანა, მან უბრალოდ სახვევი გადაიხვია და ასე გაგრძელებდა ვარჯიშს. მან ჭრილობა საკმაოდ გვიან გაიკერა და ამის გამო ინფექცია შეეჭრა. მთელი წვივი დაინფიცირდა. ეს უკვე შემოშფოთებელი იყო, რადგან შეიძლებოდა, რომ მერაბი ბრძოლიდან ჩახსნილიყო. მან ზურგიც დაიზიანა. ერთ დღეს UFC-ში არ შეუშვეს და ქუჩაში ვარჯიში გადაწყვიტა. ის არასწორად გადახდა და კინაღამ წელსში გადატყდა. ნერვი დაიზიანა, რის გამოც ერთი კვირა ვერ დადიოდა. ეს საკმაოდ რთული მოსამზადებელი ბანაკი იყო. მოგეხსენებათ, ამ ჩხუბამდე მებრძოლებს უბრალოდ შეუძლებელი ეგონათ რომელიმე ნურმაგომედოვის დამარცხება. ამიტომ როცა ბრძოლამ ჩაიარა და მერაბმა გაიმარჯვა, უამრავმა მებრძოლმა აღთვალება ვერ დამალა და მერაბს პოსტები მიუძღვნეს. "კედი მოიხარეთ მერაბ დუალეშვილის წინაშე. ორივე მებრძოლმა საოცარი გამოსვლა აჩვენა. გილოცავ მანქანავ. მერაბ შთამბეჭდავი იყო. ერთი სული მაქვს შენთან კიდევ როდის ვიჩხუბებ. ეს კაცი მანქანაა. ამაზე ორი აზრი არა. რა ჩხუბი იყო? მერაბ დუალეშვილის ყურება ძალიან სასიამოვნოა. არის, მერაბი ნამდვილი მანქანაა. ეს ჩხუბი ნამდვილი ომი იყო. მერაბ არასდროს შეიტანოთ ეჭვი ჩემპიონის გულში. მერაბი მანქანაა. მერაბი ნამდვილი ცხოველია და საოცარი გამოსვლა ჰქონდა. დუალეშვილი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა. ღმერთო ჩემო, მისი ტემპი სხვა სამყაროდანაა. კარდიო, ტემპი, კარდიო, მათ წინააღმდეგ ფსონს არასდროს ჩამოხვიდეთ. რა სიამონება ასეთი მაღალი დონის ჩხუბის ყურება. ფიქრობ მერაბ შეუძლია დღესვე კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს.
მერაბის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რა ცხოველია, უმარიც კარგი მებრძოლია, საოცარი ჩხუბი იყო. მისნაირი არასდროს არავინ მინახავს. კომენტარი გააკეთა ასევე მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ და ორი ქამრის მფლობელმა ჰენრი სეხუდომ, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ბრძოლამდე უმარს და კამარ უსმანთან ინტერვიუში ისაუბრა. შემიძლია ვაღიარო, რომ ვცდებოდი. მერაბი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ამ ბრძოლის გამო მერაბმა ჩემგან სხვა დონის პატივისცემა მიიღო, რაც მან შეძლო უბრალოდ წარმოუდგენელია. მან დაამარცხა ახალგაზრდა 29 წლის მებრძოლი, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო. ამ წონით დივიზიონის ისტორიაში ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლა იყო. მერაბი ნამდვილად არის საქმის კაცი, ის სოფლიოში საუკეთესოა. ამ მომენტში მიმაჩნია, რომ pound for pound-ის რეიტინგში ის პირველ სამეულში უნდა დავაყენოთ. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და მასთან წაგების გამო თავს სულად აღარ ვგრძნო. დიახ, მას სუპერსუბუქი წონითი დივიზიონის გოუთი უნდა დაუძახოთ. ომალი, სეხუდო, უმარი, მორაესი, ალტო, მან საოცრად ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. მან ამ დივიზიონში ყველას გადაუარა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაიმში შეძლო. მერაბი სუპერსუბუქი წონის დივიზიონის გოუთია. ამაში გუშინდელ ბრძოლაში დავრწმუნდი. და მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურემ ვერ მოახერხა მერაბთან ჩასვლა და ბრძოლაზე დასწრება, მაინც აქტიურად იდგა მის გვერდზე. გახსოვთ ალბათ თუ როგორ ამხნევდა ილია მერაბს ჩხუბამდე და როგორ სიტყვებით შეაქო ის ბრძოლის შემდეგ. მერაბ ჩემო ძმაო, რა მაგარი მებრძოლი ხარ. უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევ. აი ეს ხდება, როცა დაღესტანური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება. ახალ ბრძოლას თავიდან უყურე და მერაბი ნამდვილად დომინირებდა ყველა ასპექტში და არა მხოლოდ ჭიდაობაში. ის აკონტროლებდა თავის გონებას, კარდიოს და ძალას. მერაბ შენ შესრულების სრულიად განსხვავებული დონე აჩვენე. მთელი დამსახურება და პატივისცემა შენთანაა. საქართველოს უყვარხარ. თუ ღმერთი ჩვენთან არის, ვინ წამოვა ჩვენს წინააღმდეგ. მერაბს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოში დაბადებული არმან ცარუკიანიც, რომელმაც სამწუხარო ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო ისლამ ახაჩევთან ჩხუბის გამართვა ამავე ქართზე. Мираб, стил. Машина! Просто зверь, просто машина. Реально машина. Вот это просто красавчик. რაც მთავარია, ამ ჩხუბით კმაყოფილი დარჩა UFC-ს ბოსი, დენა ვაითი და ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში მერაბზე ვრცლად ისაუბრა. ამ ბიჭის ტემპი და ჩხუბი მეხუთე რაუნდმა ცოტა გამაკვირვა. მერაბი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორთაბრძოლა ახალი დაწყებული ჰქონდა და მეგონა უმარს გადაუვლიდა, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინა. რაც არ უნდა იყოს დვალიშვილი საოცრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა. ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? თანამთავარი და მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა. მერაბის ტემპმა და იმან რამდენად კარგად გამოიყურებოდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრს ეგონა, რომ უმარი ჭიდაობაში აჯობებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სხვათა შორის საერთოდ არ გვიხსენებია, რომ დვალიშვილის ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი დაამხო და ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს UFC-ში. მერაბს საოცარი საღამო ჰქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა ხაბიბმაც. როგორც ველოდი რთული საღამო იყო, უმარ თავი მაღლა ასწიე. გუშინ დაამტკიცე, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მაგრამ ამ მომენტისთვის არის რაღაც, რადგან უნდა ვიმუშაოთ. შეცდომებზე ვიმუშაოთ და სადიდულო ბრძოლაში დავბრუნდებით. ხომ, როგორც ჩანს, მერაბის შექებისგან თავი მაინც შეიკავა. მაგრამ მერაბზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა სხვა დაღესტანელმა მებრძოლმა მუჰამედ მოკაევმა და თქვა: ბრძოლამდე და მისი დასრულების შემდეგ შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, დვალიშვილის სიტყვებითა და მისი საქციელით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. მას შეეძლო ოპონენტზე ბევრი ცუდი რამე თქვა და უმარი დაემცირებინა, მაგრამ ამის სანაცვლოდ სამოტივაციო სიტყვებზე აქცენტის გადატანა გადაწყვიტა. მერაბს ყოველთვის ვაფასებდი და ახლა ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია განაცხადა, რომ UFC-ს ყველაზე მოგრძალებული ჩემპიონია. როგორც ხედავთ, რა რთული ოპონენტიც არ უნდა გვყავდეს, არასდროს არ უნდა შევიტანოთ ეჭვი ჩვენს მებრძოლში. როგორც მერაბმა ბრძოლის შემდეგ თქვა, მას ეგონა, რომ მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ იყო. ზუსტად მსგავს სიტუაციებში უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მებრძოლებს, რომ მათ გვერდზე ვდგავართ. ამასობაში კარს მოგვადგა ალექსანდრე თოფურიას პირველი ბრძოლაც UFC-ში, რომელიც 8 თებერვალს UFC 312-ზე გაიმართება, ხოლო მისი ოპონენტი კოდი ჰადონი იქნება. ამ ბრძოლას შემდეგ ვიდეოებში განვიხილოთ, თუმცა როგორც უკვე ვიცით, მისი ვარჯიში აქტიურად მიდის. ილია თოფურიას მიზეზი თუ რატომ ვერ დაესწრო მერაბის ბრძოლას იყო ის,
რომ ალექსანდრესთან ერთად გადიოდა მომზადებას მომდევნო ჩხუბისთვის, ხოლო მათკენ სულ მალე მერაბ თვალიჩვილით შეემატება. ამ ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში თქვა: "გავიმგზავრები ავსტრალიაში და ილიას ძმას დაუჭერ მხარს. ალექსანდრე თოფურია ჰქვია და UFC-ში დებიუტი აქვს. ის ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი რომ ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი მებრძოლია." ბოლოსკენ გეტყვით რომ UFC-ს pound for pound რეიტინგი განახლდა. ამ რეიტინგში შედიან მებრძოლები, რომლებიც წონის და მიუხედავად საუკეთესოებად ითვლებიან. პირველ 3 ადგილს ისეთი მებრძოლები იკავებენ, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა. ხოლო როგორც საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მეოთხე და მეხუთე ადგილს ორი ქართველი იკავებს: ილია თოფურია და მირაბ დვალიშვილი. ეს საოცარი შედეგია და ყველა MMA-ის გულშემატკივარს გილოცავთ ამ შედეგს. ცოტა ხნის წინ ეს საუკეთესო სიზმარშიც კი შეუძლებელად მიგვაჩნდა. მე კი სულ მალე ძალიან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიაზე. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. შეხვედრამდე.